გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი დაეთმობა სპორტის ერთსახეობას და ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს 20-დან 30 ივლისის ჩათვლით, თუმცა ვიდრე დავიწყებდი ამაზე საუბარს და რა ღონისძიებაზე მოგვიწევს დღევანდელ გადაცემაში საუბარი, იქამდე გეტყვით, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, ლიდერი კომპანია თავის სფეროში, ჩვენი არხის სპონსორია კომპანია ლაგი და ჩვენი არხის სპონსორია კომპანია ვიტამინი. ძალიან საინტერესო ეპიზოდი გველის და რასაკვირველია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი რესპონდენტისგან მივიღოთ ამომწურავი პასუხები. მოკლედ ვიმყოფებით ფარიკაობის დარბაზში და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ვისთან ვისაუბრებთ ადამიანთან, რომელიც აი ამ მსოფლიო ჩემპიონატის თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი უმთავრესი მოქმედი პირი იქნება და ეს არის სანდრო ბაზაძე. სანდრო, მოგესალმები. მადლობა, ვიცი რომ გადატვირთული გრაფიკით ხარ შეკრებაზე მუდმივად, ცდილობ რომ იყო რაღაცა ისე თითქოს ჩაკეტილ სივრცეში და ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი. როგორ ხარ? ჯერე მოდი ამით დავიწყო. პირველ რიგში მოგესალმები ლაშა. სიამოვნებ შენთან ესეთი რეპორტაჟი, იმიტომ რომ სუგვერჩი გვიდგა ხარ, რაც შეეხება ჩემ ფორმას. მე მგონი ვფიქრობ რომ ვიქნები მზად მსოფლიო ჩემპიონატისთვის, კი ვემზადები, ესე ვცდილობ რომ ცოტა ნაკლები დრო გავატარო ქალაქში, თითქმის სულ ვართ ხოლმე სხვა რიჭამაში ახალი ბაზა არის, მშვენიერი ადგილია სიმშვიდეში და ვემზადებით, სულ რაღაც ცოტა დარჩა, ხო? ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და თავარია ჯანმრთელად მივიდა. 20-21 დღე, სანდრო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც უმასპინძლებს ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმასპინძლებს თბილისი, უმასპინძლებს საქართველო. ეს არის ისტორიული მოვლენა, იმიტომ რომ არ ჩატარებულა და წარმოუდგენლად მასშტაბური ღონისძიება და ძალიან მაგარია, სანდრო, ის რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში ტარდება ჩვენთან. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ იმდენად დიდ პოპულარიზაციას გაუწევს და უფრო მასშტაბური გახდება ეს სპორტი, მე მაბედნიერებს ეს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემს შემდეგ ბევრი კარგი და წარმატებული სპორტსმენი აღიზარდოს, რასაც ეს მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან შეუწყობს ხელს. მოდი მარტო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე რო არ ვისაუბროთ, აუცილებლად მინდა კითხო, ხა შენ ჩართული ხარ ყველანაირად სპორტში, მთლიანად თქვენი ოჯახი სპორტული ოჯახია და ყველამ ზედმიწევნით კარგად იცით, როგორ ვითარდებით სპორტული კუთხით. რეალურად უნდა ვაღიარო ისიც, რომ სახელმწიფო ძალიან ჩართულია და ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტის განვითარება, ეს უმაგრესია. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ რა დრო სპორტის განვითარება, ჩემთვის, შენთვის და სპორტული და ზოგადად ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სპორტი არის ის ერთადერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აი რომ არა, ეხლა სახელმწიფო ჩემი აზრით იმხელა თანხებს მოითხოვს ეს მსოფლიო ჩემპიონატი, შეუძლებელი იქნებოდა. პირადად ჩემი ფინანსები და მერაბი თავის ფინანსებით ამას ვერ გაწვდებოდა. შანსი არ არის, ამიტომ ძალიან დაგვიდგნენ გვერდში, მადლობა მინდა მათ გადაუხადო, რომ მოგცეს ამის შანსი, რომ გაგვეცნო მთელი ქვეყნისთვის, არა მარტო მთელი ქვეყნისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი ქვეყანა, პატარა ქვეყანაა და მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს 4-5 ადამიანი ჩამოვა. ხა ხო, ეს ძალიან დიდი წარმატებაა და ძალიან მაგრა დაგვიდგა სპორტის სამინისტრო გვერდში და მადლობას ვუხდი მათ. და კიდევ ბევრი ღონისძიებები გველოდება წინ ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაგარია. მოდი ხო უშუალოდ შენზე ვისაუბროთ, იმ პაუზის მერე დაბრუნება, ამაზეც ბევრი ქონია საუბარი, შენს გიწევს ინტერვიუებს და ჩვეულებრივი მოვლენაა. ეხა რა ვითარებაა, როგორ კონდიციაშია სანდრო ბაზაძე და იქნება თუ არა პიკში 20 ივლისს. პირველ რიგში ვიტყვი ჩემ თავზე, რა თქმა უნდა, მე სიმართლე გითხრათ, დიდად არ ველოდებოდი ესე კარგად თუ შევძლებდი და სურვილი თუ გამიშთებოდა კიდევ ამ შეჯიბრების შედეგსაც ხო აქვს რაღაცა, რომ ის შედეგები იყო ეს მსოფლიო თასები, ვიგე, გრან-პრი, ევროპის ჩემპიონატები, ყველგან მედლები, ხო ხვდები ლაშა. ერთადერთი რაც იყო იქ კი ცუდი ფაქტები მოხდა, ხო, მაგრამ რაღაცნაირად კიდე დიდი სურვილი მაქვს, რომ მე მგონი რომ უყურებ ჩემი გზა ესეთი არის და ესეთი უნდა ყოფილიყო ალბათ, ხო? უფრო მე მგონი საბოლოო წერტილი უფრო გემრიელი იქნება. ეხლა რასაც მე შენ გისმენ, ისე ისაუბრე სანდრო, აი ამ რაღაც 30-40 წამიან მონაკვეთში თითქოს ოლიმპიადის მერე ქონდა ფიქრი იმაზე, რომ მოდი ხო არ
ფეხბურთელები რო იტყვიან დავკიდე ბუცები, იყო ეგეთი? რა თქმა უნდა, როგორ არის ყოლაშა ახლა შენ კარგად იცი სპორტში რამდენი წელია ხარ სპორტში და ერთი მედგასრულებას ვერ უძლებს ადამიანი. ბევრი აი ხო ხვდები ეს უსამართლობაზე ცუდი არაფერი არ ყოფილა რა. აი ცუდი რაღაცა არის, აი გონია რომ ვერ დაამარცხებ რა. მაგრამ მე ჩემ თავში რაღაცა შიგნიდან ის ძალა პოულობ, რომ ვფიქრობ, რომ აი გავანგრევ ამ ყველაფერს და ვიტყვი ჩემს სახელ დაგვარს, რაც მქონდა პირველ დღეს რომ შემოვედი დარბაზში, რაც დავისახე მიზნად, იმას მაინც მივიყვან ბოლომდე. ეს მსგავსი მიდგომა ძალიან მაგარია და ამ მიდგომა შენ გიმყარებს ის რომ ოლიმპიადის მერე რეალურად სანდრო ბაზაძე დაბრუნდა, ხო? დაბრუნდა, შეიძლება დიდი პაუზის შემდეგ, შეიძლება გარკვეული იყო რაღაცა ეტაპი უსიამოვნო, ჩვეულებრივი მოვლენა, სპორტსმენი ხარ, დიდი სპორტსმენი ხარ და შესაბამისად ეს თან ახლოს სპორტულ კარიერას. არ არსებობს მაგის გარეშე. შეიძლება მე თვითონაც არ მომწონს ის ფაქტები, რაღაცეები არასწორად გამოხატე მაგალითად შეიძლება ხო ხვდები, მაგრამ რთულია ყველაფრის გაკონტროლება. საბედნიეროდ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ჩემი თავი გავაკონტროლე და ადეკვატურად შევხვდი ამ ყველაფერს, უსამართლობა ხალხმა განსაჯოს ეს. მე ვფიქრობ, რომ უსამართლობა იყო და რა ვიცი, სხვა როგორ ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ რაც იყო იყო. ალბათ უფრო ღმერთი უფრო დიდისთვის მამზადებს. ესე მგონია. ამის იმედი მაქვს. ეს დიდი უნდა იყოს ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშები, თუმცა იქამდე მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამე. რა თქმა უნდა, მით უმეტეს სახში ხარ, ანუ ეს მსოფლიო ჩემპიონატს რაც ეხება, ეხა ოლიმპიადა კიდე ცალკე ფენომენის მატარებელია და ამაზე ოდნავ მოგვიანებით 2 წლის შემდეგ ვიზაუროთ. ეხა იქამდე მინდა სანდრო კითხო, შენ აი ხშირად საუბრობ უსამართლობაზე, შენ იცი ჩემი დამოკიდებულება, შენი მთლიანად შენი ოჯახის მიმართ და მე მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ თქვა ის, რასაც შეიძლება სხვა მხაზი ვერ გაუსვა. მე როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარი, არა ჟურნალისტი, როგორც შენი გულშემატკივარი, ხშირად ბრაზობ ხოლმე იმ შენქმედებაზე, რომელსაც გამოხატავ ბილიქზე. და ეს არ უნდა გეწყინოს, იმიტომ რომ ანუ რა თქმა უნდა. რას ვამბიცი, მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მე შენზე არანაკლებული მწყდება შენი კამათის გამო, რომ ჩვენ მაგალითად რაღაცა ნერვების გამო ხდები. რა თქმა უნდა. ნახე როგორი სიტუაცია არის მაგალითად რა. ფარიკაობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს წვნელის. მე არავის არაფერს არ დავაბრალებ, არასდროს არ დამი. ყველაფერი იყო ჩემი ბრალი, რაც მოხდა. მაგრამ რაღაცა მომენტი იქ, როდესაც ყავდა ამხელა დონის წვნელი ეს ფრანგი ვინც იყო ეს. რაღაცა ცირეოდენ დახმარებას ითხოვდა ჩემი გონება და ჩემი პიროვნება ალბათ, ხო? რაც ვერ დავინახე და ხო ხვდები მარტო ვიგზენი იქ თავი და სხვა არაფერს არ დავაბრალებ, ხა? ყველაფერს იმიტომ რომ მე იყო ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, საჭთან ნერვების ხანდახან ნაკლებად კონტროლი, მაგრამ ვიმუშავე ამაზე, ლაშა და შედეგმაც გამოიღო. რამდენი წლის განმავლობაში მე ხმას არ ვიღებდი, ვაკონტროლებდი თავს. ხო ხვდები, რაც უფრო ყველაზე მნიშვნელოვანი, ის ფსიქოლოგია აქვს, ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური თამაში არის ოლიმპიური თამაშები. ყველა მის იმ საჯმას იცის, მე როგორ უნდა გამომიყანოს წობლინა, ხვდები? ეს იყო და ეს, მე ჩემი თავი მართლა გაწონასწორებული დაალაგებულად მივიყვანე, უბრალოდ იქ რომ მუშაობ შენ წვნელთან ერთად, იქ რაღაცა განხილვები უნდა იყოს, იყო ეს ყველაფერი. იმ მომენტში ვერ ვიგზენი. ანუ რეალურად აღმოჩნდი მარტო მოდი ესე დავარქვათ, ხო, ამ სისტემის და ანუ ფარიკაობის სამყარო გამოდის, ხო? იმიტომ რომ იმ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღები არის მსაჯი, შესაბამისად მსაჯი არის ფარიკაობის სამყარო და აღმოჩნდი მარტო. აიგაა სამწუხარო. აი რა ვიცი, ვისაც უნდა, მე სულ მაგას ვიზახი. მე ვიქნები ობიექტური შემთხვევა. ყველა ექსპერტი ვინც კი იცის ეს დაჯდნენ განიხილონ ეს ორთაბრძოლა და რამდენ შეცდომას დაინახავენ. შემსაწინააღმდეგო და საპირისპიროდ თქვან. ხო, ძალიან ცუდია მან ის რომ ჯერ ერთი მსაჯი არის ჯება, ეგ ერთი. და მეორე კიდე რომს დაისაჯოს შედეგი არ იცვლება. ტოკიოს შემდეგ ხო ნახე, არ მსაჯობს, მაგრამ სადა. კი, აბსოლუტურად. ეხლა მარტივად პარალელი გავალოთ ფეხბურთში. პენალს დადებს, გაიტანენ, აზრი არ აქვს. შედეგად რჩება და ის გინდა დასაჯო, მე გინდა არ. სანდრო, მე აუცილებლად მინდა კითხო, აი აქ ბავშვები ვარჯიშობენ ეხლა და ამ სპორტის სახეობას როგორც წესი ინდივიდუალურ სპორტულ სახეობებს განსაკუთრებულად ჭირდება ფსიქოლოგიური მდგრადობა
და რატომღაც აქამდე ეს ქართველი სპორტსმენები სულ რაღაცა თითქოს რწხვენუდათ, რომ ფსიქოლოგი აეყვანათ მაგალითად ტირადი, რომელმაც შეიძლება რომ ეს თემა ჩემი ძალიან კაი შეკითხვაა ვაშა და კაი თემა წამოიწყე, იმიტომ რომ როდესაც აღწევ უკვე აი მაგალითად 21-20 გინდა ახალგაზრდა სპორტში აუცილებელია ვაშა. იმდენად დიდი სტრესია გამარჯვებაც და დამარცხებაც, თუ არ გამოცადე ეს ყველაფერი ვერ გაიგებ. და შენ როდესაც ისეთ ადამიანთან გიწევს მუშაობა, რომელმაც ნამდვილად იცის და იცის ის მაგალითად შეიძლება ერთმა სიტყვამ იმხელა ძალა იმოქმედოს შენი თავის კონტროლში და შეძლო მაგალითად იმ მარცხის განცდა თავის ხელში აყვანა, ამიტომ საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ თუ მაგ საკითხს უფრო განვავითარებთ, უფრო მეტი შედეგები იქნება ჩვენ სპორტში. ძალიან მაგარ თემას გაუსვი შენ ხაზი, რომ იმხელა ემოციაა გამარჯვებას და მარცხის. მედალიონია ორი მხარით, იმიტომ რომ გაიმარჯვებ და შეიძლება იფიქრო, რომ პლანეტაზე შენზე მაგარი არავინ არ არის და შემდეგ დამთავრდეს. და დაგიმთავრდეს კარიერა ამ კუთხით, დამარცხდები და შეიძლება დაგემართოს ის შენ რომ ფსიქოლოგიურად მდგრადი არ ყოფილიყავი ოლიმპიადის მერე დაკიდებდი კედელზე ამ შენ ხმალს და დამთავრდებოდა ბაზაძის კარიერა. ხო, ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა და ეს უაღრესად აუცილებელია და არაფერი ამას სამარცხვინო არ არის. არც ინდივიდუალურში და არც გუნდურში ხალხო. ადამიანი ხარ, ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, აბა რა. თბილი რო აქტივდება ექიმთან ხომ მიდიხარ. მიხედეთ წვნელებსაც, ფედერაციებსაც, უბრალოდ გთხოვთ როგორც ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი, რომ ეს თემა აუცილებლად იყოს განხილვადი თქვენთვის და თქვენი სპორტსმენებისთვის, იმიტომ რომ რეალურად დღევანდელ ცხოვრებაში წარმატების ერთ-ერთი საფუძველი არის ფსიქოლოგიური მდგრადება. სანდრო, ეხლა მინდა უშუალოდ შენი მზადების და მზადყოფნის შესახებ ვკითხო, როგორ ვითარდება ეს პერიოდი? რეალურად 29 რიცხვამდე, იმიტომ რომ 20 უკვე არის სტარტი და უკვე მაინც გადართული ხარ მთლიანად მსოფლიო ჩემპიონი. აი ეხლა სიმართლე გითხრა, ის ფიზიკური დატვირთვა უკვე ცოტა მოვაკელით, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ვარჯიშები ქონდა ეს 2-3 თვის განმავლობაში, ვცდილობ რომ აი კარგ კონდიციაში მივხვიდე. ხო ხტებით ლაითად რო იწვია. ამიტომ ვცდილობ რომ თავარი არის ჯანმრთელად მივიდე ლაშა. აი აქ დიდი წნეხია ხა საქართველოში, იქ შვილები, იქ მეგობრები, იქ ოჯახი, იქ შენი ქვეყანა, ყველა ხო ხტები იქ იქნება. ამიტომ მე მსიამოვნებს, მე მომწონს ეს გარემო, ჩემი ქვეყანაში პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ტარდება. ერთი სული მაქვს სიმართლე გითხრა, როდის მოვა და ვანახო მსოფლიოს, ვანახო ჩემს საყვარელ ხალხს, რომ მე აქ ვარ კიდევ და მე შემიძლია კიდევ ის შეუძლებელი რაღაცები ვაკეთო, რაც არის დიდი სპორტსმენის ასე ვთქვათ მიზნები. კი ბატონო, შენ ჯანმრთელობა ახსენე და მოდი კითხავ ბარემ ჯანმრთელობაზე, როგორ ხარ, მიკროტრაუმები, რამე მსგავსი ხომ არ გაწუხებს? მაგის გარეშე ხო იცი ხა სულ არსებობს პატარა რაღაცა ტკივილები არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ აქ რაღაცა წერტილი რაცაა დავბლოკო და მაღაზე არ ვიფიქრო, იმიტომ რომ ესეთი მცირე პერიოდი არის დარჩენილი, რომც ვეცადო მორჩენა აზრი არ აქვს. ამიტომ არ ვაქცევ ამას ყურადღებას, ჩემთვის არის ეგ უკვე მეათე ხარისხოვანი. თავარი არის აი აქ ვიყო შვიდად, წყნარად და არ ვიფიქრო. თავარი არა, რა თქმა უნდა, გამარჯვების გამო გავდივარ, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შვიდად, წყნარად უნდა მივიდეთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამომდის და შედეგიც სახეზე აისახება. კი ბატონო, აუცილებლად სხვანაირად არ გამოვა, ჩვენ მე შენს უგეუბნები ხოლმე, როცა წერ ინტერვიუს, რამდენი ინტერვიუ ჩავწერე, სულ ვაკეთებ ხოლმე აქცენტს, აი ამ შენ აღარ ვიტყვი და აღარ შევეხები, იმიტომ რომ ჩემთვის იცი რა რაღაცა პირობასავით იყო შენგან წამოსული, რომ აი ფსიქოლოგიური მომენტი დავამთავრეთ. არის უსამართლობა უნდა შევეგო, ესე იგი ეს ნიშნავს სანდრო იმას რომ ხო ყველაფერი ერთად უნდა დაამარცხო, ხო? ანუ საჯიან ამას ვამბობ რა. კონკურენტებზე მინდა კითხო, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატი ეს არ არის იგივე ტურნირი. კი, რა ვიცი, ყველა ჩამოდის. აი ეხლა რასაც უყურებ ეს შეჯიბრები, სიმართლე გითხრა ლაშა, უფრო დასაკვირვებელი შეჯიბრები იყო, ვაკვირდებოდი. და რასაც გაიარე ოლიმპიადის. რასაც უყურებ ბოლო მსოფლიოთაზე, ყველა კაი ფორმაშია. კარგი ახალგაზრდებით წამოვიდნენ, სხვათა შორის მაგრები არიან. და სიფრთხილე არის საჭირო, რა თქმა უნდა, სიფრთხილე არის საჭირო და მე რა ვიცი, ყველას
პატივსცემ თითოეულ სპორტსმენს იქ საშუალო დონის იქნება, მაგრამ იმიტომ რომ ყველგან არის გასას, ყველა საშიშია უკვე. პატარა მოდუნება და ანუ რა ყველა სპორტში მე მგონი, ხო, შეიგდია. პატარა მოდუნება და იმასაც მოგება უნდა გამოდიან გლებივით არიან ეს პატარა ბიჭები. შეიათ. აუ შეიათ, ხო. პირიქით სიამოვნებთ, რომ რა თქმა უნდა. ძლიერს რო ხვდებიან, უფრო უნდა რომ ის ძლიერი დაამარცხოს. და თუ გაუმართლა და მოიგო ეს მისი კარიერისთვის კიდევ უფრო წინ გადამულენა. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო და რა ვიცი, მაქვს ჩემი თავისი იმედი რა. ჩემი თავისი იმედი მაქვს, ჩვენი გუნდის იმედი მაქვს და ჩვენი გულშემატკივრის იმედი მაქვს, რომ გვერდში დამიდგებიან და ერთად დავამარცხებთ მთელ მსოფლიოს. ეგრე უნდა იყოს აუცილებლად. გულშემატკივარი იulis ეს ძალიან მაგარია. მესმის რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქ სალომე, ოჯახი, ბავშვი, გულშემატკივარი, რავი, მეგობრები, ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც რა თქმა უნდა. ელოდებიან ამ ყველაფერს და ელოდებიან შენგან გამარჯვებას. ეს ხო იცი როგორ არის? სულ ამბობ ხოლმე, რომ შემაჩვიე. მაშინ ნება იგოძე და ეს სანამ გასაუს პადრე წინის სეზონში, ხო. სულ ეგრე ამბობ ხოლმე. მაშინ გააგრძელებ, იმიტომ რომ შემაჩვიე უკვე და მოლოდინი მაგ და მე ნუგწყინს. რომ რაღაცა ცოტა სხვანაირი შეფასებას გავაკეთე. კარგი, 24 ქართველი გუნდზე მინდა კითხო, აგერ არის ძალიან მაგარი პლაკატია ეს, მე პირადად ყველა ძალიან მაგარია, მაგრამ ეს რაღაცა ჩემთვის რაღაცა, იცი, თითქოს საქართველოა. რაღაცა სპორტის ამსახელობაში წარმოდგენილი საქართველო და მინდა გუნდზე კითხო და ჩვენ შანსებზეც რომ შევაფასოთ. მე ვფიქრობ, რომ აი, მაშა სიმართლე გითხრა, ცოტა რთულია ფარიკაუში გუნდური შედეგის მიღწევა რა. მართლა რთულია, იმიტომ რომ 4-ვე უნდა იყოს სტაბილური, ხო ხვდები და წარმოიდგინე 1-16 წლის კარგი გუნდი, ძალიან კარგი ბიჭები არიან. უბრალოდ ახალგაზრდები არიან, გამოცდილება ხო ისი რა. მაგრამ რაღაცნაირად ხო იცი გული რო გიგრძნობს რა. მე ვფიქრობ, რომ გუნდურშიც გვაქვს შანსი მედლებზე ვიბრძოლოთ. მე სულ გვერდში ვდგავარ და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია, რომ აი გუნდითაც რაღაცას მივაღწიოთ. ახლოს ვართ ჩემი აზრით გუნდები როგორიც არის კორეა, უნგრეთი გვაქვს მოგებული ხვდები? ამიტომ არის შანსი, ჩვეულებრივად. თავარია ბიჭებმა დაიჯერონ, აი თავარი არის დაიჯერო. თორე ყველაფერი გამოსვლადია. დღეს არის ყველაფერი. თუ შენ შრომობ და არ ხარ ზარმაცი და არ გეზარება დილით ადგომა რუტინის შაწარება რაც არის ვარჯიში ყველაფერი მიღწევადია. ხო, მაგრამ აი ვისაც ეგეზარება, სანდრო, იმან უნდა გაიგოს, რომ აი ამ წვალებას, ამ რუტინას, ყოველ 7 საათზე გაგვიძებას, ვარჯის, მერე დასვენებას, მერე, ანუ ეს ხო ჯაჭვია. გეზიზღება ხანდახან, აი როგორ გზობს იცი. მაგრამ მერე უხელა შედეგს იღებს. აი შრომის გარეშე ვერაფერს ვერ გამოვიყვანთ ამ ცხოვრებაში. არ არსებობს. ამიტომ ახალგაზრდა ბავშვებს, სპორტსმენებს დიდ შევას მივცემ, რომ იშრომონ. ნიჭი ხო? აი რო იტყვიან, ნიჭიერია, ხო? ძალიან მაგარია ნიჭის სულაც, მაგრამ ბევრი მე მინახავს ჩემ გარშემო ნიჭიერი სპორტსმენი, ვისაც არ მიუცია 10%-იც იმ შრომის, რაც უნდა მიეცა და ვერაფერი მცირეოდენი. გამორიცხული. მცირეოდენი. აბსოლუტურად გეთანხმები, მარტო ნიჭით ვერაფერს ვერ გააკეთებ, შეიძლება დარჩენ ნიჭიერი იყო და იყო მთელი შეცხოვრება ნიჭიერი. მაგრამ არ გამოიწვია. ამას განვითარება ჭირდება და როდესაც ღმერთი ამ ნიჭს გააძლევს, ეს ხო იცი როგორ არის? ხელი გაანგრია და გადარჩების. თულია, ხანდახან სულ შეიძლება ვერ გააკონტროლო შენი თავი, ხო ხვდები ადამიანი ხარ. მაგრამ უნდა ეცადო რომ რაღაც 1%-ით, 51%-ით მაინც ხვდები? და გამოვა. უპირატესობა შენ იყო და აუცილებლად გამოვა. წვალება, ტანჯვა, ნერვული რაღაცას გამოიყო. უამრავ რამეს იკლებ. ხო, იკლებ ყველაზე თავარს ოჯახთან ნაკლებ დროს ატარებს. და სპორტსმენობა არაა ჯანმრთელობა, ვისაც გონია რომ. აბარა. აი, ხო ხვდები რა. რა თქმა უნდა. ამიტომ სად უნდა იყო ყველაფერს. იმასაც შეგუებულები უნდა იყვნენ, რომ პროფესიული სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ყველაფერი ტკივათ ადამიანებს, ხო, სახსრებიდან ფსიქოლოგიურადაც, ყველანაირადაც. ამიტომ მაგრამ კვარცხლბის თავარი საფეხური ძალიან მაგარია. ცხოვრება ხო ბრძოლაა, ამიტომ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმები და მე ერთს ვიტყოდი, გულშემატკივარსაც მინდა ვთხოვო და მოწოდებით ვერ მოგიწოდებთ, არანაირი უფლება არ მაქვს, უბრალოდ 20-დან 30-ის ჩათვლით მე არ მგონია საქართველოში იმაზე სანახაობრივი რამე ხდებოდეს, ვიდრე ახალ სპორტის სასახლეში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი და თავარი რაც არის, სანახაობას არ უსვავ ხას. თავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ აი ამ ადამიანებს, სანდროს და ყველა თითოეულ ქართველს,
რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გამოვა ბილიკზე, ჭირდება თქვენი გვერდში დგომა. ამიტომ არ დაიზაროთ ხალხო და მოდით და ერთად უგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს ფარიკაობაში ამ მნიშვნელოვან ჩემპიონატზე და ბოლოს კითხა. მოკლედ და მარტივად. რას უნდა ელოდოს აი ეს გულშემატკივარი, რომელსაც მე მიმართავდი ხა ამ შემთხვევაში კონკრეტულად სანდრო ბაზაძეს. ოქროს მედალს. ესე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოქროს მედალს უნდა ელოდოს სანდრო ბაზაძისგან. ძალიან დიდი მადლობა, წარმატება და ჯანმრთელობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არ ვიცი რამდენი დავთვალეთ 19-20 დღე. შენთვის უმთავრესი არის ეს და ჩვენ რასაკვირველია ბოლომდე ჩართულები ვიქნებით ამ გაშუქებაში და ამ შემთხვევაში არა როგორ ჟურნალისტის პოზიციიდან, არამედ ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივრის პოზიციიდან ეს პირობა მეც მივიღე, რომ შენგან ველოდებით ოქროს მედალს. სხვა გზა არ არის. მადლობა კიდევ ერთხელ და მადლობა თქვენ. გისურვებთ. სანდრო ბაზაძე იყო ჩემი ეპიზოდის სტუმარი, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას სოფლიო ჩემპიონატს ფარიკაობაში. ეს არ არის მხოლოდ ფარიკაობის განვითარებისთვის, ეს არის მთლიანად ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის და ძალიან მაგარია, როდესაც საქართველოს ეს პატარა ქვეყანა მასპინძლობს მსგავსი მასშტაბის ტურნირებს და რატო? პირველი, იმიტომ რომ უამრავი კონკურენტი ქვეყანა ყავს, ვისაც შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლოს. ამავდროულად ამ კონკურენტ ქვეყნებში და მრავალრიცხოვან ერებში არიან ისეთი მოფარიკავეები, რომლებიც ჩამოვლენ აქ იმისათვის, რომ წაიღონ ჩვენგან ოქრო, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთებინოთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ვფიქრობ საინტერესო საუბარი შედგა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე დვალიშვილთან, ძალიან ბევრ საინტერესო ინტერვიუს მოისმენთ, საინტერესო ვიდეოებს ნახავთ და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, სპონსორია ლაგი და სპონსორია კომპანია ვიტამინი. დაგველოდეთ კიდევ ბევრ საინტერესო შემოგთავაზებთ. დღეს კი გემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.